ეს რეპორტაჟი არის პატიმარ, ჩვენ ყოველ შემთხვევაში რომ დავიწყეთ ამ რეპორტაჟზე მუშაობა, გვინდოდა რომ პატიმრობაში მყოფ გოგონებზე მოგვემზადებინა, მაგრამ გზად რეპორტაჟის მუშაობის დროს ავტორს ნიკა მაზანაშვილს დაეწია, ასე ვთქვათ, სხვა პატიმრების, იმიტომ რომ ხედავთ რომ ქართული ოცნება თავისივე სასამართლოს დახმარებით არ ჩერდება და ყოველდღიურად აკავებენ ადამიანებს. მათ შორის მიღებულია უკვე გადაწყვეტილებაც, რომ თუ აი ამ smartphones-ზე თქვენ smartphones-ზე მცირე ტექსტს გამოაქვეყნებთ, ეს არ მოეწონება მაგალითად რიგით ზარქუას Facebook პოსტის გამოც მოგაკითხავთ სახლში შინაგან საქმეთა სამინისტრო. აი ესეთი დროება დაგვიყენა ქართულმა ოცნებამ იმ ფონზე, როდესაც გარეთ 225 წელია. ნახოთ რეპორტაჟი და შემდეგ დაგიბრუნდებით საინტერესო ამბებით და საკმაოდ საინტერესო სტუმართან ერთად. თათია აფრიამაშვილის დედა მარტოხელაა. მისი 19 წლის ქალიშვილი კი მძიმე პირობებში იხდის სასჯელს. ბრძოლის წინა ხაზზე შვილის ნაცვლად ახლა თვითონ დგას. შვილის უკანონო დაპატიმრებამ არ შეაშინა, პირიქით მეტი ძალა მისცა გააგრძელოს ცხოვრება და რაც მთავარია, პროტესტი უსამართლო ცხოვრების წინააღმდეგ. დადგა ის დღეც, რომ მოხდა იქ საკანში, მაგრამ ამას არ შეუშინები ვარ, არც მე, არც თათია, მხნედ არის, კარგად არის. იქიდან პირიქით კიდე გვამხნევებს და თათიასთვის ნათქვამი მქონდა, რომ შენ როგორც კი მოხვდები საკანში და დაგიჭერენ, მეთქი არ იფიქრო, რომ ერთი წუთი მე გავჩერდები პირიქით. შენ მაგივრობას მე გავწევ მეთქი რა. 19 წლის თათია გასულ კვირას ოცნების პარლამენტარი ახალგაზრდა ქალის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს. როგორც ჩანს, მათთვის ყველაზე მტკივნეული საპროტესტო შეძახილი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ძირს დამპალი რუსული იმპერია არ აპატიეს და საჩვენებლად დასაჯეს. ყველამ ვიცოდით ეს თათია იქ რატომ მოახვედრეს, უფრო მეტად დაესაჯათ ეს ბავშვი, ვინაიდან აქტიური მონაწილე იყო აქციების და უფრო მეტი დასჯილი ყოფილიყო. საკანი არის ძალიან პატარა, არ აქვს საჰაერო რამე უბრალოდ ელემენტარული. მელანო ცეცხლაძე შვილის 12 დღიან პატიმრობის დასრულებას ერის. დღის მანძილზე სამსახურშია, საღამოს კი შვილის ნაცვლად ყოველდღე რუსთაველის გამზირზე დადის. სხვა მოქალაქეებთან და სინდისის პატიმრების დედებთან ერთად. სამსახურში დავდივარ, დილას მოვდივარ, მთელი დღეც ვმუშაობ, ნახევარი დღეც ვმუშაობ, მაგრამ 10 საათზეც რო გამოვიდა სამსახურიდან, მაინც მივდივარ იქ. მე უნდა ვიდგე იქ, სადაც დღეს ჩემი შვილი უნდა იდგეს და ახლა უფრო ხშირად ვარ. თათიას მადლობა ამისთვის, რომ უფრო მეტი ძალა მომცა, იმისთვის, რომ აი სულ რუსთაველზე ვიდგე. მადლობა ამისთვის თათიას. პატიმრის დედაა და მაინც სისტემა მის მიმართ ისეთივე დაუნდობელია, როგორც ყველა იმ მოქალაქის მიმართ, ვინც პროტესტის კერას არ ტოვებს. საპროტესტო ბანერებისა და გამზირის გადაკეტვის მცდელობის გამო აქ ახალგაზრდა ქალებს ისევ პოლიცია უსწორდება, ძალადობს და გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. გამოდით, დედური სოლიდარობა მაინც გამოუცხადეთ ამ ქალებს, ელემენტარულ დედები ცოდოები არიან, რომ თვეები არიან მის შვილებს ვერ ეფერებიან და ოჯახებში ვერ უყურებენ. მარიამ ლაშხისთვის დაკავებულები საპატიმროებში გამწესებული ახალგაზრდა გოგონები არც ემპათიას და არც ქალურ სოლიდარობას აღწრავენ მასში. ძიმე პირობებში არიან თან მათ შორის. ძიმე პირობები არ არის. ეს არის საკანი და ეს არ არის კურორტი. ჩემი როგორც კანონმდებლის, მოქალაქის, დედის ფუნქციებში რაც შედიიყო, ეს იყო გასაჩივრება. დანარჩენი არის სამართალდამღები, რომელიც კვალიფიკაციას აძლევს. მეტი გამძლეობა ჩვენს რეჟიმის პატიმრების დედებს. თათიას ახლო მეგობარი გვიამბობს, რომ მისი მეგობრისთვის სოლიდარობის შესაძლებლობა
არც უნივერსიტეტში მისცეს. გარდა ამისა, ის თავად გამხდარა ქართული ოცნების პოლიციელების მხრიდან მუქარის მსხვერპლი. სხვა დაცვის წევრები დაემატნენ და დაახლოებით 7-8 დაცვის წევრი გვეჯაჯგურებოდა სამ გოგოსთან განარას ვითხოვდით უბრალოდ ბანერის გადმოფენას იმ დედისთვის, რომელიც დაბლა გველოდებოდა და უნდა თავისი შვილის სოლიდარობისთვის საკუთარივე უნივერსიტეტში ენახა თუ როგორ უდგავართ ის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი სტუდენტებისა მათ გვერდით. ამ პროტესტის მსგავსად ძალადობრივი გამოვიდა სოლიდარობის გამოხატვა სეულშიც. დაკავებული სტუდენტების მხარდაჭერა და სოლიდარობა არც თათია სხვა თანაკურსელებს აცადეს. ფანჯრებიდან საპროტესტო ბანერების გადმოკიდების საშუალება არ მისცეს. უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდებზე ფიზიკურადაც იძალადეს. ერთ გოგონას მართლა თავი არ თქმევინეს კედელზე, რის გამოც ტვინის შერყევა აქვს ახლა ამ გოგონას და სახლში წევს, ვეღარ გამოდის. მაგრამ იმ დღეს, როცა სეულში ეს ამბავი მოხდა, რუსთაველზე გამოვიდით ყველა ერთად დააქვიდექით. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თქვამი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა ვიყოთ, გამოვალთ და ვიდგებით აქ. თუნდაც ის 12 დღე, რაც თათია ვერ იდგება, ჩვენ ვიდგებით რამე რომ გჭირდეს. პოლიტიკური პატიმრის საბას ხვიტარიძის უმცროსი ძმა თორნიკეს ხვიტარიძეც ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც საქალაქო სასამართლოში ამ კვირაში გაასამართლეს. მან უკვე მოიხადა 5 დღიანი სასჯელი. თორნიკეს ხვიტარიძემ სასჯელი ზაჰესის იზოლატორში მოიხადა. ეს მის ცხოვრებაში პირველი პატიმრობა იყო. გვიამბობს, რომ დროს აკანში ნელა გადის. ყველაზე მძიმე მარტოობაა. ამბობს, რომ გაუმართლა და საწუწუნოც არაფერი აქვს. მაშინ, როცა ციხეში ახალგაზრდა ქალები არიან. ჩვენ ვცდილობენ, რომ რეპრესიები გააძლიერონ, არ და პირიქით არის რა, იქიდან უფრო ძლიერი გამოვედი, უფრო გაბრაზებულის გამოვედი. ეხლა სპეციალურად ყავს, მე მგონია, წაყვანილი დიღმის იზოლატორში, ის იზოლატორი ხო პარდუალშია, პრაქტიკულად ფანჯარაც არა აქვს და არის საშინელი ანტისანიტარია. მგონია, რომ თათია სპეციალურად წაიყვანეს მან. და ჟიან, ასე ვთქვათ, როცა შეიძლება მაგალითად ლიტარო წამოიყვანეს ზაჰეში, ლიკასთან ერთად წამოიყვანეს. კიდევ ერთი უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდა საბა ბაღდავაძეა. სისტემის მსხვერპლი ფოიერვერკის გასროლისთვის გახდა და ამ დრომდე ციხეშია. 20 დღიანი სასჯელი აქვს, თუმცა მის შემთხვევაში პატიმრობასთან ერთად საქმე გვაქვს არაადამიანურ მოპყრობასთან და მსჯავრდებულზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან. როგორც ადვოკატს განუცხადა, მის წინააღმდეგ გამოყენებული იყო ფიზიკური ძალა დაკავების შემდგომ. ადამიანის უფლებები აღარ არსებობს საქართველოში. მეტიც ორგანო დაწესებულება სასამართლო, რომელიც ჩვენს უკან არის, რომელიც უნდა აღასრულებდეს მართლმსაჯულებას და უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, დღესდღეობით უკვე იქცა დაწესებულებად, სადაც ყველანაირ უკანონობა საბოლოოდ კანონდება. ცრუმოწმეებით იყო სავსე სასამართლოს სხვა დარბაზებიც. ამ კვირაში რეჟიმის გადაწყვეტილებით სხვა აქტივისტებიც ციხეში გაუშვეს. ლუკა ხიზაძე სტუდენტია. სწავლას დროებით და იძულებით თავი დაანება და სულ საპროტესტო აქციაზეა. ჩემ შემთხვევაში ესე მოხდა, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ერთმანეთთან შემეთანხმებია ის, რომ თან მემუშავა, თან მესწავლა და თან საპროტესტო აქციებში ყოფილიყავი ჩართული. მოდი ესეთი ქვეყანა ავაშენო, ჯერ ეს მირჩევნია და შემდეგ მივხედო, თქვათ, საკუთარ სწავლას, განათლებას და იმ მიზნების ასრულებას, რაც მე ისევ ამ ქვეყნის აშენებას უნდა მოვახმარო. პროტესტი არც ლუკა ხიზაძეს აბატიეს, მიზანში ამოიღეს და უნივერსიტეტში პროტესტისთვის დეკემბერში ისიც დააკავეს. იხსენებს, რომ დიღმის იზოლატორში არაადამიანური მოპყრობის და დამამცირებელი დამოკიდებულებების მსხვერპლი გახდა. მიღებული პრაქტიკაა, როგორც ჩანს და ძალიან ესეთი არის შეურაცხყოფელი ადამიანის ღირსებისთვის, რომ სამედიცინო შემოწმება ჩაატარეს შუა სამმართველოში, მიუხედავად იმისა, რომ შუა ღამე იყო, მაინც ეს სამმართველოში სხვა პოლიციელებთან ერთად, რომელიც იქ მუშაობდნენ, რამდენიმე კაცი ესწრებოდნენ, როგორ ტარდებოდა სამედიცინო შემოწმება, რაც ნიშნავს იმას, ადამიანის სრულად გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება კიდე რაც ასევე შეურაცხყოფელი და შეურაცხყოფელი არის ადამიანის ღირსებისთვის. ოლე
ლექსო სამხარაძეს ქუჩაში მათიკაშვილი ხვდება. ამ საბედისწერო შეხვედრისთვის კიდევ ერთი ახალგაზრდა ზაფხულს ან ციხეში გაატარებს, ან საჩივრის საფუძველზე ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუმცა საკუთარ საქციელს არ ნანობს და ფიქრობს, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რას ჩადის. ეხა ბევრად უფრო განწარებული, გაბრაზებული და ეხა უფრო რეჟიმისთვის მებრძოლი იქნება მანუჩარცაცვა და არ ამგონია საერთოდ დაშვებაც არ მაქვს იმისა, რომ გამამართლო. მეც როგორც საავადმყოფო სხვა ახალგაზრდებს დამიჭერენ. ბოლო პერიოდში სტუდენტ გოგოების შეუფარდეს ესე 12 დღიანი, 10 დღიანი სხვა ბიჭით დააკავეს მაგ ბრალით და უკვე ბოლო პერიოდში რეპრესიები ისე გაძლიერდა, რომ არა ჯარიმებით შემოიფარგლება, არამედ პირდაპირ ციხით. ხათიას, ლიკას და ალბის ხნეობას უსურვებ და დარწმუნებული ვარ, იქიდან უფრო გაძლიერებულები გამოვლენ, წაიკითხავენ წიგნებს, ასაც მე ვაპირებ, ფიზიკურადაც ივარჯიშებენ, უკეთეს ფორმაში დაგვიბრუნდებიან, დარწმუნებული ვარ. ყველა ციხეში ახალგაზრდების დაშინება, დაჯარიმება და დაკავება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა. სიტყვები თავისუფლება რეჟიმის ტყვეეთ ძვირიღებს. ზუსტად 12 დღე. რეჟიმი კლანის სასამართლოში ყოველდღე ასამართლებს ყველას განურჩევლად. რეპრესიაც ხომესაა, დასაჯო ყველა, ვინც შენს წინააღმდეგაა და ვინც გაბედავს გითხრას, რომ ცუდი ხელისუფალი ხარ და ასე ცხოვრება აღარ უნდა. ოჯახის სიწმინდისა და ბავშვთა უფლებების დაცვით შეფუთული ფარსი ოცნება აღარავის და